პატარა გაჩი რა ქვია? რა ქვია შენ? აბა მაგარი ხარ. ყორში გეშინე საბა. თოთახანში დაბრუნდები სახში. მადლობა და აი რატო ვისთვის არ ვიყავ? აი ყველაფერს სამხელად თანაცმობისთვის სოფელ ახალდაბის მაცხოვრებლები ვართ ჩვენ. არ გვიგრძნია მსგავსი თანადგომა არც ერთი მთავრობისგან არასოდეს. აი ომის პირობები იყო და მაშინ არ იყო ამხელად თანადგომა ხალხის მიმართ და აი არ ვიცი თვითონ იქ სოფელში ჩვენ უკავშირდებით ჩვენი დედამთილები ყავს ოჯახის წევრი ჩემი მეუღლე პირადად იქ არის და სიტყვები არ ვქნა. არ არის საჭირო. მინდა რომ უბრალოდ დიდი მადლიერების გრძნობა გამოვხატოთ თქვენს მიმართ და ხალხის მიმართ, უბრალოდ მოხალისეების მიმართ. აი ჯერ გუშინდელი ჩვენ არცანამ აქ მოგვიყვანე მიყავით ერთ-ერთ სასტუმროში მინოშვილის ქუჩაზე გაჩერებული. იქ არაფერი პრობლემა არ ქონდა. მე თქვენ გისაუბრე? თქვენ გისაუბრე. ცხოვრობდით ძალიან კარგ პირობებში. მეთქი არაფერი არ გვიჭირს რაღაცა. კი უბრალოდ რაღაც დეზინფორმაციასაც გავცელდა ის რომ თითქოს რაღაცა გვიჭირდა. უბრალოდ ჩვენ ხარვეზი იყო კომუნიკაციის. ჩვენ ვურეკავდით და ვეუბნებოდით რომ ბავშვები შეწუხდნენ უბრალოდ რადგან ერთ სივრცეში იყვნენ. ეხლა მოგეხსენებათ სოფლის ბავშვები როგორ უნდა ჩამოსვლა გარე და სირბილი. თორემ მსგავსი არაფერი არ ყოფილა. ვაკე საბურთალოს გამგეობა გაგვიწია აი ძალიან დიდი დახმარება ჩვენ პირადად იქ მივედით. კარგია. მადლობა გვინდა მოუხადოთ ჩვენ იმათაც იმ სასტუმროს ვინც დავხვდა და სასტუმროს მეპატრონეს. მიგვიღო ძალიან კარგი ნომერი. ყველას თავისი საწოლი მოგცა, ყველას და ბავშვები იმათაც დიდი მადლობა და თქვენც რა თქმა უნდა დიდი მადლობა გვინდა მოგცა. პირიქით მალო თქვენ რომ ამ ყველაფერს დაგებით მოიგიდეთ და ნუ რა სტიქია ასეთია. თუ ამშვიდება ასე თქვა გამკლავება სწორად და ეკუთვნოდა და მიდი მადლობა თქვენ. აი სტიგაგებით. პირიქით ჩვენ სხვებს ეკუნერვიულობ და გარდაცვლილის ოჯახის დანარჩენი ისა ჩვენი ვალდებულება განსაკუთრებული არაფერი არ ხდება და პირიქით მადლობა თქვენ. მადლობა დავივალებ თქვენის ნებართვას. შეგვიძლია პლანშეტი უნდა და დავივალებ თქვენის ნებართვას. მესამე სადაც აბა იმასაც. ყველა ბავშვს პლანშეტი. მაქსიმალური აქტიურობა ამ თვალსაზრისით მოქალაქეების. აქ ვიცხოვრობდა ადრე. ეს ბატონ დავით ბაქრაძის ბინა, როგორც დავით ბაქრაძე ცხოვრობდა აქ. ეხლა ბავშვები ცხოვრობენ აქ. აღონ ჩვენი დავითი წინა პარლამენტის თავმჯდომარე. რა თქმა უნდა, ჩვენი დავითი. მოდი ბავშვი ბატონო, კარგია. ყველაფერი აქვს, ხო? ყველაფერი. ყველაფერი ხო? საჭიროება ხო არა? ყველაფერი ოკეი, ახლა სამოტანილი გვაქვს და გადავცემთ დღესაც, რაც არის მნიშვნელოვანი საკვები, წყალი, ჰიგიენის და ბავშვებს პლანშეტები. ბავშვებს პლანშეტები ხვალისთვის ერთი ორი საათი უნდა მოცით. გიორგი ბიძიამ გადმოგცეთ ეს ფილმი. ინახული პროდა. ინახავდა განსაკუთრებით. თქვენ უკვე მონახავთ აქ რამდენი ოჯახი არის სადღაც თუ შეიძლება მოგონებით თქვა ზარალზე გითხრათ გახლობით რა დავდეს არის. ესე იგი 6 ოჯახი არის როგორც მეუბნებიან. აქ გადმოყვანილი ახალდაბიდან. მე გუშინ გავხდით ახალდაბაში, მე თუ ნახე იქ არსებული ვითარება. დღეს უკვე დაიწყო აქტიური სამუშაოების განხორციელება ახალდაბაში. იქ შევიყვანეთ, შედის უკვე ეტაპობრივად შედის ტექნიკა პროცესი. ჯარი შევიდა უკვე დაიწყო სამუშაოები. ყველა ოჯახს ვეხმარებით ახალდაბაში და არა მარტო ახალდაბაში, არამედ ყველგან, თელსპილში არის გაშლილი ეს ფრონტი და სამუშაოები არის გაშლილი. და მანამ სანამ ამ პატარების სახლები გარემონტდება, ისინი ცხოვრობენ აქ, სამთავრობო ყოფილ სამთავრობო რეზიდენციაში და ეს მინდოდა რომ კიდევ ერთხელ ამეღნიშნა. თუ რაიმე სჭირდებათ ქალაქის მერი, დამგებელი, ვაკესაბურთის ყველა არის ჩართული, მთელი მთავრობა და ჩვენ მაქსიმალურად ვეხმარებით ამ ადამიანებს, იმისთვის რომ ეს პერიოდი, ეს რაც კრიტიკული რამდენიმე კვირა, მაქსიმალურად მსუბუქად ასე ვთქვათ, გადაიტანონ. ზარალზე საუბარი ხა ყოველდღე იცვლება სურათი, ჩვენ შეიძლება ზარალი შეიძლება 100 მილიონ ლარამდეც ავიდეს უკვე. ამ ეტაპზე ასეთ ვითარება გვაქვს. ჩვენ მანამდე კი თქვით, რომ ზარალი შეადგენდა 40-50 მილიონს, მაგრამ ყოველდღე შემოდის ახალი ინფორმაცია, ვითვლით ამას ავტომატურ რეჟიმში და ეს ზარალი საკმაოდ სოლიდურია, სერიოზულია. ალბათ 100 მილიონ ლარამდე იქნება და ამიტომ ჩვენ აქტიურად მუშაობთ დონორებთან, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დღეს დათო შეხვდა ნოზარ ხადურთან ერთად შეხვდით, ხო, თქვენ შეხვდით დონორ ორგანიზაციებს, ევროკავშირის ელჩებს და ყველას მე გუშინ მქონდა შეხვედრები და იმედი გვაქვს რომ დონორი ორგანიზაციები დაგვეხმარებიან ამ საჭიროების ამ პრობლემების გადალახვაში. ჩვენ კონკრეტულ პროექტებს გავუმზადებთ, რა თქმა უნდა, დონორებს შევთავაზებთ
იმ წარუდგენთ იმ საჭიროებს, რომელიც არის პირველი ეტაპის განსაკუთრებული ღონისძიებები და ასე რომ ყველაფერი კარგად იქნება. ამ ყველაფერს ჩვენ მოვაგვარებთ მაქსიმალურად მოკლე დროში. კანეჩიც მნიშვნელოვანი ზარალია ჩვენ რამდენიმე წუთის წინ ყოფილიყავით რამდენიმე ქუჩაზე, ისინი რა ვიცი თქვენ თხოვეს პირადად რომ გადმომეცათ თქვენთვის რომ იქნებ მისულიყავით მათთან, მაგალითად გრიშაშვილის ქუჩაზე ეს არის მთლიანი გზა საავტომობილო დაზიანებული, ასევე სახლები შესულია. აი თუ გაქვთ ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია რა გინარებს? კი. აღდგენა მიმდინარეობს დაზიანებული გზის მონაკვეთებისა, თქვენც დაინახავდით, როცა ამოდიხართ რამდენიმე ადგილას ტექნიკა მუშაობს, ამ მიმართულებით ჩვენ გვეხმარება ინფრასტრუქტურის სამინისტრო და მას აქვს მთლიანად წყლის მიმართულება ჩაბარებული და ძალიან ინტენსიურად მუშაობენ. ნაშალი მასალა რაც წყალმა ჩამოიტანა, სრულად არის გაწმენდილი, ანუ მოძრაობა აღდგენილია და გამაგრებით სამუშაოებს დავიწყებთ. კი ბატონო. ასე რომ ყველა უბანზე არის გაშლილი სამუშაოები, ინტენსიურად გვეხმარებიან ჩვენ სხვა მოხარისეები, მე კიდევ ერთხელ მინდა რომ მადლიერებით აღნიშნო მათი აქტივობა ახალგაზრდების განსაკუთრებით, ეს არის საოცარი სოლიდარობის გამოვლინება. რა თქმა უნდა, ჩვენი საამაყო ჯარი გვერდში გვიდგას, ჩვენი მაშველები, ჩვენი საამაყო პოლიციელები ყველანი. მართლაც ესენი არიან გმირები და ჩვენ ამ დღეების განმავლობაში არაერთი გმირობის მაგალითი ვიხილეთ. ეს არის ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ეს განსაკუთრებულ ძალას და ენერგიას გვაძლევს თვითონ ჩვენგანს და პირადად მე და ეს კიდევ ერთხელ კრავს ჩვენ საზოგადოებრივ თელს ერთს. დიდი მადლობა ყველას. მაგარი კაცი გიორგი. რამდენი ხარ შენ გიორგი? 10. 10 ხარ. ვა. მადლობა. კარგია. მაგარი ბიჭი. ყველაფერი კარგია. აი ღმერთო დაგიფარე. ნახობრის კარგია. ნახობრის დიდი მადლობა ყველაფერთვის და ყველას აბსოლუტურად Კარგად.